მოგესალმებით ბავშვებო. ჩვენი დღევანდელი განსახილველი საკითხი გახლავთ ოსმალეთის სახელმწიფოს წარმოშობა. დავიწყებ იქედან, რომ ოსმალეთი არ არის მარტივი საკითხი. შესაბამისად, მასალის ახსნის პროცესში იყავით ყურადღებით, რათა ხედულობიდან არ გამოგჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები და მოვლენები. მე კი მასალას ორად გავყოფ, რათა მინდა უკეთ გაერკვეთ ძირითად საკითხებში და ვიდეოს პირველ ნაწილში ვისაუბრებ ოსმალეთის სახელმწიფოს წარმოშობაზე და მის ორ წარმომადგენელზე, ოსმანზე და მის შვილ ორჰანზე, ხოლო მეორე ნაწილში, რომელსაც ასევე დღეს ავტვირთავ, საუბარი მექნება მურად პირველზე. მოკლედ, მე-13 საუკუნის ბოლოს მონღოლთა თავდასხმებით შევიწროებული თურქული ტომები ბავშვებო დაიძრნენ ცენტრალური აზიიდან. ესე იგი, რა გამოდის, რომ ეს თურქული ტომები ცხოვრობდნენ ცენტრალურ აზიაში და ამ ცენტრალური აზიიდან ნელ-ნელა მოდიან სამხრეთისკენ და ამავე საუკუნის ბოლოს, ანუ მე-13 საუკუნის ბოლოს მოადგნენ რომის სასულთნოს. თქვენ რომის სასულთნოს შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია იცით და ამ პერიოდში და ამ დროს უკვე რომის სასულთნო დაშლილია წვრილ საამიროებად. სწორედ ერთ-ერთ წვრილ საამიროს უდგება ბავშვებო სათავეში თურქული ტომის წარმომადგენელი ერთი პირი ოსმანი და სწორედ მისი სახელიდან გამომდინარე ქვია ოსმალეთის სახელმწიფოს ოსმალეთი, ოსმანი, ოსმალეთი. როდესაც ერთ-ერთ წვრილ საამიროს ჩაუდგა ის სათავეში, ცხადია, ის ასე უცებ სახელმწიფოს ვერ ჩამოაყალიბებდა, ხო? და შემოიერთა მან მუსლიმი საამიროები, მუსლიმი სამთავროები და შესაბამისად გააერთიანა. ახლა ნახეთ რა ხდება. მისი მთავარი მტერი ბავშვებო გახლავთ ბიზანტიის იმპერია და სწორედ ბიზანტიას ოსმალები ართმევენ ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებს და ართმევენ ასევე შავი ზღვისპირა ციხე-ქალაქებს. ესე იგი, აქ უკვე იკვეთება მათი ტერიტორიული გაფართოების პოტენციალი, სახელმწიფოს გაზრდის პოტენციალი და შესაბამისად ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. სახელმწიფოს წარმატების გზაზე დგომებს არ უნდათ, რომ რამემ ხელი შეუშალოს. და სწორედ ოსმანი ძალიან ძლიერი მმართველი იყო სხვათა შორის ოსმალეთის იმპერიისა. ოსმალებს სხვათა შორის ტიპური ცხენოსანი ჯარი ჰყავდათ. რას ნიშნავს ახლა ტიპური ცხენოსანი ჯარი? შეიძლება ყველასთვის ტიპური ესეთი რაღაცაა, ზოგადად ესეთი ზუსტი განმარტება არ არსებობს, მაგრამ ყველასთვის არ არის დამახასიათებელი, მაგალითად ტიპურ ქართველს რო ეწვიან, ან ტიპური პერსონაჟია და ასე და ასე შემდეგ. ანუ რაღაცით ვიღაცისგან გამორჩეულები იყვნენ. თუნდაც ის, რომ შეიარაღებული ცხენოსნები ყავდათ, რომლებიც იყვნენ მსუბუქად აღჭურვილები. ასევე ერთი დეტალი გაამახვილეთ აუცილებლად ყურადღება. დიდებულები, რომლებიც სხვადასხვა წარმომავლობას ეკუთვნოდნენ, უნდოდათ, რომ ოსმალეთის ჯარში დგარიყვნენ. ოღონდ რაღაცა გარკვეულ სარგებელს ოსმალებისგან ისინი ელოდებოდნენ, რომ თუ მაგალითად რაღაცა გარკვეულ ტერიტორიას დაიპყრობდნენ, ახალი მიწების ათვისების შესაძლებლობა ექნებოდათ, ან რაღაცას აჩუქებდათ. შესაბამისად, რაღაცის სანაცვლოდ ყოველთვის იყო მათთან, მათ გონებაში ან მათთან კავშირში და ასე შემდეგ. ახლა უკვე კიდევ უფრო ყურადღებით იყავით, ვინაიდან ოსმანის ვაჟზე, ორჰანზე უნდა გესაუბროთ, რომელიც 1316 წელს ბავშვებო ალყას შემოარტყავს ბურსას. ბურსა იყო ერთ-ერთი თურქული ქალაქი. და ამ ბურსაში ცხოვრობდნენ ქრისტიანები, რომლებსაც იქედან გამოდევნის ორჰანი და შემდგომ უკვე მონებად აქცევს. თუმცა ქალაქმა შემდეგ კიდევ 10 წელი გაძლო, რომ ეარსება, მაგრამ 1326 წელს ბურსად დაეცა, ანუ მე-14 საუკუნეში. ორჰანმა დედაქალაქი გადაიტანა შემდეგ ბურსაში. დაიმახსოვრეთ, რომ ორჰანი არის ოსმანის ვაჟი.
და იქ მერე მეჩეთები ააგო, მეჩეთი მოგახსენებათ, რომ მუსლიმთა სალოცავებია და ცხადი ახლა იქ ქრისტიანებს ვინ გააჩერებდათ. და შემდგომ უკვე ისე ვითარდება ეს პროცესები, რომ 1331 წელს ორჰანი კიდევ აგრძელებს დაპყრობით ომებს. ქალაქების აღებას და ერთ-ერთ მცირე აზიის უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქ ნიკეას იღებს. ნიკეას აღების შემდეგ 1327 წელს იღებს ნიკომედიას და ამ ნიკომედიას დაიმახსოვრეთ, რომ ოსმალური ფლოტის პირველ ნავსადგურად გადააქცევს. ოსმალური ფლოტის პირველ ნავსადგურად. მიაქციეთ ყველა დეტალს ყურადღება. მე-14 საუკუნის 40-იან წლებში ბავშვებო, ბიზანტიის სამეფო ტახტზე იწყება არეულობა და ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი ოსმალებს დახმარებას თხოვს, რომ ამ არეულობისგან იხსნას, თუმცა რაღაცის სანაცვლოდ კამერა გადავიმართა ბოდიში გალიპოლის ნახევარკუნძულზე ციხესიმაგრე ჩიმპესკი წყალობებო ამას ეუბნება, რომ თუ დამეხმარები ამ არეულობისგან თავის დაღწევაშიო. სწორედ დაეხმარებიან ოსმალები და ეს გამოდის ოსმალეთის პირველი სამფლობელო ევროპის კონტინენტზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გაგრძელება იქნება.